მოგესალმებით, გილოცავთ 8 მარტს და დღეს Talking Padel-ის მესამე ეპიზოდში სტუმრად მოვიწვიეთ ამ დღესთან დაკავშირებით ჩვენი ბოლო ღია ტურნირის გამარჯვებულები და არა მარტო ბოლო ღია ტურნირის, პრინციპში ყველა ღია ტურნირის გამარჯვებული, კეთო და მონიკა. გამარჯობა გოგოებო. გილოცავთ 8 მარტს პირველ რიგში და მიხარია რომ დღეს უნდა ვილაპარაკოთ პადელზე და იმ გზაზე რომელიც თქვენ გაიარეთ სპორტში. ბევრმა შეიძლება იცის, ვიღაცებმა არ იციან რომ ჩოგბურთიდან დაიწყეთ და ჩვენც მაქედან დავიწყოთ, რომ აი როგორ დაიწყეთ, რა გზა გაიარეთ და რა ხდებოდა ამ გზაზე. 21 წლის წინ მე რომ 5 წლის ვიყავი და მონო იყო 11-ის, მაშინ დავიწყეთ ჩოგბურთის თამაში პირველად ქუთაისის კორტებზე. რომელიც ახლა მგონი აღარ ფუნქციონირებს, მაშინაც რო არ მოგატყუო ინფრასტრუქტურა დიდად არ ყვაოდა, მაგრამ ყავდა კარგი მწვრთნელი, რომელიც გვაძლევდა იმის мотиваციას და იმედს, რომ გაგვეგზელებინა და რაღაცა საზრი მაინც ექნებოდა საბოლოოდ. მშობლებმა შეგიყვანეთ, ორივეს მაინტერესებს, რაღაც წესი ჩვენ რო პატარები ვიყავით, ეგ სტერეოტიპი არსებობდა, რომ ბიჭები სპორტზე, გოგოები ცეკვაზე. რამე ცეკვის საწინააღმდეგო კი არ მაქვს, მაგრამ ისე მაინტერესებს, აი მშობლებისგან რამდენად იყო მხარდაჭერა, რომ სპორტზე ელუოთ გოგოებს. მონიკა ცეკვაზე შეიყვანეს და მე ცეკვაზეც დავდივით ხო. არა, მე მამიდამ და ბიძამ შემიყვანეს და ბოლო წუთამდე სადაც თამაშობდი ჩოგბურთს, იდგნენ ჩემს გვერდით, რითაც შეეძლოთ. მეც უბრალოდ ფიზიკურად ორებს ვერ იზაოდნენ ალბათ და მშობლებიც ყველანაირად გვერდში მიდგნენ. ჩემი იდეა იყო, იმიტომ რომ სახლის უკან იყო კორტები ძალიან ახლოს და ძალიან მიყვარდა ხოლმე უკან გადასვლა და ყურება და მომწონდა და მინდოდა. და რამდენად იყო, თქვათ, მოთხოვნა, აი რამდენად ბევრი ადამიანი დადიოდა ჩოგბურთზე, როგორც ბიჭები, ისე გოგოები. მაინტერესებს ზოგადად, თქვათ, რამდენად, იმიტომ რომ ფეხბურთში, თქვათ, ძალიან აქტიურია ქუთაისი. და 15 წლამდე გოგოების ლიგა ჩავატარეთ და ფინალშიც კი ორი ქუთაისური გუნდი შეხვდა ერთმანეთს მთელი საქართველოს მასშტაბით, იმდენად ბევრი გოგო თამაშობს ფეხბურთს და ნუ ბიჭებიც ვიცით, რომ ძალიან ისეთი ტრადიციული სპორტი არის ქუთაისისთვის და ჩოგბურთის მიმართულებით რა ხდება? ჩოგბურთის მიმართულებით ალბათ იქიდან გამომდინარე, რომ აქამდე არ იყო ნორმალური კორტები, სადაც ბავშვები შეძლებდნენ ვარჯიშს და მერე შეძლებდნენ ამ ვარჯიშის სადღაც წარმოჩენას. არ მახსენდება, რომ ცოტა ვიყავით, მაგრამ ხო, მან ფინანსების ამბავიც არის, ბევრად ძვირი ჯდება ჩოგბურთი ვიდრე ფეხბურთი და ამიტომ ყველას არ შეეძლო. ვერ ვიტყვი, რომ ჩვენც მზად ვიყავით ამ ყველაფრისთვის. და არ ვიცი, აი ხაც დღემდე ყველასთან ეგ დიალოგი მაქვს მე პირადად, რომ ფინანსურად თუ არ ხარ მყარი, ძალიან რთული არის ჩვენ ქვეყანაში ითამაშო ჩოგბურთი. საერთაშორისო ტურნირებზე დადიოდით? საერთაშორისო ტურნირებზე ესე რომ საქართველოსთან ვინმეს ჩვენ დავეფინანსებით გავიშთეს, არ ყოფილა. იყო რაღაც პერიოდი ჩვენ ცხოვრებაში, როცა დავიშალეთ, ოღონ იმ გაგებით რომ მონო წავიდა საბერძნეთში სათამაშოდ და მე წავედი გერმანიაში სათამაშოდ. თუ ეს ითვლება, მაშინ კი, იმიტომ რომ მე გერმანიაში ერთ წელი ვცხოვრობდი, ბონში, იქეთ ვთამაშობდი ბონის ნაკრებთან ერთად და მონო თამაშობდა საბერძნეთში ძალიან კარგ ჩოგბურთელებთან ერთად, ვინც მერე სახელი გაითქვეს საკმაოდ დიდ ჩოგბურთში. საბერძნეთში ვარჯიშობდი ოლიმპიურ კორტებზე, სადაც ვიყავი არის ეგეთი ჩოგბურთელი მარია საკალი, ვინც ყველა მიცის, ვიმბლდონის ფინალი აქ ნათამაშები და ნუ რაც შემილია ეხლა ვთქვა, ამას დამიდასტურებენ ჩემი ოჯახის წევრები, არის რომ ვუგებდი ყოველთვის, მაგრამ იმიტომ რომ მისი ფინანსები იყო ბევრად ძლიერი ვიდრე ჩემი, გააგრძელა და არის ძალიან კარგ ადგილზე და მიხარია სადაც არის, მაგრამ მე რაღაც ეტაპზე უკვე მომიწია თავის დანებება და ეგეც მიხარია რომ ეხლა ვარ აქ და ვაკეთებ ძალიან კარგ საქმეს პადელში. ხო, მაშინ გადავიდეთ მაგ საკითხზე, როგორი იყო ჩოგბურთიდან პადელში გადმოსვლა და თქვათ რა სირთულეები იყო პადელის, როგორც თვითონ ტექნიკური თვალსაზრისით, თორემ მე მგონია რომ არსებობს ცოტა არასწორი შეხედულება მასთან დაკავშირებით, რომ თუ ჩოგბურთელი იყავი, აუცილებლად გაგიმარტივდება პადელი, იმიტომ რომ კი, რა თქმა უნდა, რაღაც უნარჩვევები არის, რაც გეხმარება, ეხლა ხელის სიძლიერე, ფეხით მოძრაობა, ფუტვორკი და სკილები არის რაღაცა ისეთი სკილები, რაც ძალიან გადგება, მაგრამ ასევე არის ძალიან ბევრწლიანი გამოცდილება იმის, რომ ბურთი ერთხელ რომ დაეცემა, ის აღარ უნდა გაგცდეს. და პადელი, როგორც მოგეხსენებათ,
შუშებში ითამაშება და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. შუშამდე როგორ მივუშვებ ბურთს, მე იქიდან როგორ დაამუშავებ, როგორ გააგრძელებ თამაშს და კი, რამდენადაც გეხმარება, იმდენად ბევრ რამეში ხელს გიშლის. მაგრამ ნელ-ნელა გადმოვეწყეთ რაღაცნაირად და ჯერჯერობით ჩვენი წყვილი შესანიშნავ შედეგებს დებს საქართველოს მასშტაბით. ხო, ანუ ეხლა თქვენ ისეთი წყვილი ხართ, აი ძალიან დამახასიათებელი იმის გარდა, რომ ვთქვათ, როგორც წესი იგებთ ხოლმე ტურნირებს, სადაც თამაშობთ, ჩვენთვისაც ძალიან ნიშანდობლივი არის, რომ ყოველთვის ძალიან სპორტულად უდგებით. ყველა აი ტურნირი გამოცხადდება თუ არა, ერთ-ერთი პირველი გუნდი ხართ, როგორც ქალებში, ისე კაცებში, ვინც რეგისტრირდება. როდესაც რაღაც სიახლეა, ყოველთვის პირველები ხართ, ვინც ცდილობს, რომ ამას ფეხი აუწყოს. ძალიან ხართ დაკავებული საკუთარი თავის როგორ უნდა ვთქვა, წარმოჩენით და გამოჩენით სოციალურ მედიაში, რაც დღეს პრინციპში ძალიან მნიშვნელოვანია და აი მაინტერესებს აი როგორ ახერხებთ, რომ ესე თვით ბრენდინგით იყოთ დაკავებული, რაც პრინციპში ძალიან მაგარი და ჩვენც აი შიგნით სულ ჩვენი შიდა გუნდის ვაღნიშნავთ, რომ ეგ არის ძალიან მაგარი და მისაბაძი და აღფრთოვანებას ვერ მალავთ ხოლმე და აი ეგეც მაინტერესებს, აი საიდან დაიწყო, აი პირველი ემოციები რა იყო, რომ დაიწყეთ თამაში და აი საიდან წამოვიდა მე ეს ენერგეტიკა, რაც სულ მოდის თქვენგან. ჩვენს სოციალურ ქსელებში აქტიურობას რაც შეეხება, ალბათ აუცილებლად უნდა ითქვას, რომ სამკაციანი გუნდი ვართ. ყავს ერთი ძალიან ახლო და კარგი მეგობარი, ვინც გვეხმარება ვიდეოების გადაღებაში. მადლობა გვანცა აქედან. და თან იმას ვცდილობთ, რომ მარტო თავის წარმოჩენას არ გვინდა. მე მგონია, რომ ალბათ ისიც გვინდა, რომ ეს სპორტი გავაცნოთ, რადგან ახალია საზოგადოებას და ქალებს მართლა ძალიან თხოვთ და არ ვიცი რომ ჩაერთონ. და ნუ შეეშინდებათ, იმიტომ რომ ქალებს ყველაფერი შეგვიძლია და შეიძლება ერთხელ, ორჯერ ითამაშო არ გამოგივიდეს, მაგრამ თუ დაგაინტერესებთ და ისე სერიოზულად მიუდგებით, სერიოზულად არა, გართობის მიზნით რომ მიუდგა, მგონია, რომ ისეთი სპორტია, რომ ხობადაც რო აქცევ მეგობრებთან ერთად სოციალიზაციაში ყველაფერში ხელს გიწყობს და გეხმარება და აი მაგის პოპულარიზაციაც რაღაცნაირად გვინდა, რომ ამ საშუალებით გავაკეთოთ. ხო, მე ვფიქრობ, რომ ჩოგბურთი ორივეს ძალიან გვიყვარდა და რაღაც ეტაპზე რაღაცებს ვერ მივაღწიეთ, რის საშუალებასაც ახლა გვაძლევს პადელი და მიზეზი იმის, რის გამოც მართლა მთელ დღეს ვატარებთ პადელში, არის რომ გვგონია, რომ აქ რაღაცას გავაკეთებთ რა. ძალიან დიდი მადლობა ყველას, პირველ რიგში ფედერაციას, რომ ძალიან ბევრ რამეში გვიდგას გვერდით და მოკლედ გვიყვარს ძალიან ეს სპორტი და ვეცდებით აუცილებლად, რომ წლების მერე ვიღაცებს ამ სპორტთან ჩვენი სახელი ახსენდებოდეს. რა არის ვთქვათ ის ემოციები, აი საინტერესოა რა ემოციებს იწვევს ეგეც, რომ მე ადამიანები აი ყინვაში თამაშობენ, გულშემატკივრობენ, მაინც ინარჩუნებს ამ თავის დინამიკას. და აი რა განვითარება აქვს თქვენი აზრით მაგას? ეგეც საინტერესოა, რომ მაგაზე სუმით ის საინტერესო პროგნოზები არის ხოლმე და საინტერესოა რას ფიქრობთ თქვენ? პირველ რიგში არის იდეალური კარდიო რა, რასაც ყველაზე ხშირად აღნიშნავენ ხოლმე დამწყები მოთამაშეები, ჩვენ მწვრთნელები ვართ და ამიტომ ხშირად ეგ გვესმის ხოლმე. მეორე არის გარემო, არ ვიცი რატო ხდება, გარემო არის ეგეთი ძალიან ფან თამაშია სინამდვილეში, არ არის მარტივი, როგორც ამბობენ, რაღაც ეტაპის მერე ზუსტად იგივე სირთულის არის ჩემი აზრით, როგორც ჩოგბურთი და 4 ადამიანი რო თამაშობს, რაღაცნაირად კიდევ უფრო ალბათ, არ ვიცი, გასართობია ვიდრე 2 ადამიანი. ეხლა ისე გამომდის ცოტა ფილოსოფიურად, მაგრამ ეხლა ისეთ დროში ვცხოვრობთ, რომ სოციალიზაციისთვის რაღაცები წინაპირობები გვჭირდება რა და ეს არის იდეალური წინაპირობა, რომ გარეთ გამოხვიდე 4 კაცში კი თამაშობს, მაგრამ შენ გვერდით რომ კიდე 4 კაცი თამაშობს, გინდა რომ იმათაც ეთამაშო, ისინიც გაიცნო ტურნირზე მოდიხარ და ტურნირი კიდე საერთოდ სხვა გაზომილება არის, სადაც ალბათ ამ ემოციებით ვივსებით ყველა, რაც რაღაც ეტაპზე ყოველდღიურობაში ალბათ გვაკლია ხოლმე რა. ჩემთვის მაგალითად ეს არის არ ვიცი, ხალხთან კომუნიკაციასთანაც ასოცირდება, კერძოც რომ ვდგავარ და რომ ვთამაშობ, გონია რომ აი ეს კომუნიკაცია ძალიან მომწონს რა. იქ ქულას რო ჩააგდებ და რომ გამოიხედები და ესენი რო ტაშს უკრავენ და ძალიან ბედნიერები რო არიან და შენ რო აქედან რაღაცა. ხო, ეს ჩვენი გადმოსახედიდან კიდე ჩვენ ყოველთვის თამაშების მერე ძირითადად ჩვენი მოსწავლეები დადიან ხოლმე ჩვენი თამაშების საყურებლად და სულ რაღაცა წერენ ხოლმე რომ რჩება რომ აი მადლობა ამ ემოციებისთვის და ყოველთვის
მაგას ვთქვენ ხას რომ არის მართლა ძალიან საინტერესოა იმის გარდა რომ ვიღაცას შენიანს გულშემატკივრობ არის საყურებლად ძალიან სასიამოვნო ჩემი აზრით, იმიტომ რომ იმდენ მადლობას ვიღებთ ხოლმე თამაშების მერე და იმდენ ელოდებიან შემდეგი ტურნირი როდის იქნება, ну არ შეიძლება რომ არ იყოს ძალიან კაი და ამდენი ადამიანი ესე იყოს ჩართული გარედან უბრალოდ საყურებლად. ეხლა რო გისმენთ, სულ მაგას ვფიქრობ, ну ჯერ ესეთი პირველი რაც აი აზრად მომდის, აი ხშირად რო ადარებენ ხოლმე ჩოგბურთს და პადელს ერთმანეთს, იქნება ეს განცდა, რომ თითქოს არის რაღაც კონკურენცია. მე პირადად მგონია, რომ სხვა სპორტშიც მუშაობ, პადელშიც მუშაობ და საერთოდ მგონია, რომ რაც მეტი ახალგაზრდა ადამიანი იქნება სხვადასხვა სპორტით დაკავებული, ეს მხოლოდ კარგი არის სპორტის სხვადასხვა სახეობებისთვის და არა ის, რომ თქვათ აი ძალიან რთული არის მით უმეტეს ჩვენაირ პატარა ქვეყანაში, სადაც რესურსები ზოგადად მწირია, ფინანსური, ბევრჯერ ახსენე და ნამდვილად ანუ იმდენი ფული ჭირდება სპორტის განვითარებას, რომ ეგეც თქვათ გამოწვევა, ადამიანური რესურსიც, თქვათ ის პროფესიონალი მწვრთნელები და ასე შემდეგ ხშირად არის თქვათ აი გამოწვევა ანუ ჩვენი ქვეყნისთვის, ამიტომ რაც თქვათ ბევრი ადამიანი სხვადასხვა სპორტში იქნება მით უმეტეს პატარა ასაკიდან ჩართული, მით მეტი ალბათობა იმისა, რომ ზოგადად სპორტის დარგი განვითარდეს, ხო და ეხლა თქვენ რაზეც ვლაპარაკობთ, ეგ ალბათ არის სპორტული კულტურა, რომ გულშემატკივრობას და მოედანზე მისვლა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის გულშემატკივრისთვისაც და სპორტსმენისთვისაც და აი თქვენი აზრით, აი რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მეტი პატარა გოგო დაინტერესდეს პადელით, ზოგადად სპორტით, ну ამ შემთხვევაში პადელი, იმიტომ რომ პადელზე ვსაუბრობთ, მაგრამ ზოგადად სპორტით. მე ვთქვათ, იგივე ეს გულშემატკივრობის კულტურა წავახალისოთ და არ ჩაქრეს და პირიქით, აი უფრო გავრცელდეს და უფრო მასშტაბური სახე მიიღოს და ამ ნიშურობას გაცდეს და უფრო ვთქვათ მთელი საქართველო დავფაროთ. ეხლა იგივე ქუთაისზე ვილაპარაკეთ, იქაც კეთდება პადელის კორტები. ცუდი ინფრასტრუქტურა ახსენეთ და წესით კარგი ინფრასტრუქტურა იქნება და აი რა შეიძლება გავაკეთოთ იმისთვის, რომ ქუთაისშიც იგივენაირად ადამიანები თამაშობდნენ და გულშემატკივრობდნენ. ჩვენი მხრიდან რითაც ვფიქრობ, რომ შეიძლება შევინარჩუნოთ მაყურებელი იმ რაოდენობით, რითაც ეხლა დადიან, არის რომ ჩვენ თვითონ უნდა ვივარჩიოთ და ბევრი საინტერესო თამაში შევთავაზოთ. ანუ თუ შევადარებთ შარშან წინდელ ტურნირებს და წელს რაც ჩაატარეთ, ჩვენც ვიცით რამხელა განვითარება იყო თამაშებში და უკვე უბრალოდ ადამიანი, ანუ ამ ფინალზე მართლა იყვნენ უბრალოდ ადამიანები მოსულები, რომელსაც არც ვიცნობდით რა, ჩვენი მეგობრის ვიღაც მეგობრები და იმდენად საინტერესო თამაში შევთავაზეთ, ერთ-ერთმა გითხრა, რომ ეს იყო პირველი დღე და აცი ყოველთვის იქნება ჩვენთან ერთად და მოკლედ ჩვენ მოთამაშეებმა აუცილებლად უნდა დავხარჯოთ დრო ვარჯიშისთვის, რომ კარგი სანახაობა შევთავაზოთ მაყურებელს. ეხლა პრინციპში გეგმავთ საბავშვო ტურნირებს, გეგმავთ მერე საერთაშორისო ტურნირის მასპინძლობას ბავშვებში მაისში. რაც პრინციპში უკვე დაგვიდასტურეს და შეგვიძლია რომ ვთქვათ და აი ეგ არის ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი აი თქვენ როგორც როლური მოდელები, იმიტომ რომ როდესაც ბავშვი ხედავს რომ აი მაგალითად ქეთოს და მონიკას სპონსორი არის ვთქვათ, პირობითად ადიდასი და იქ ლამას კორტებზე თამაშობენ და იქ ის უღებს და იქ ხო ეს მე იმ ბავშვს უნდა რომ გავიზრდები, მინდა რომ მონიკა ვიყო, ქეთო ვიყო, ესე ვითარდება ხო საბოლოო ჯამში სპორტი, რომ აი მინდა რომ იმისავით წარმატებული ვიყო, იმისავით მე მგონია რომ ჩვენც ეხლა ვიწყებთ ამ ყველაფერს, აი სპონსორობას რაც შეეხება და ეხლა საერთაშორისო ტურნირზე მივდივართ მალე აპრილში და რამდენიმე სპონსორი ყავს უკვე და ჩემი აზრით ეს ადამიანები ვინც ეხლა ძალიან მნიშვნელოვანია დასაწყისში ვინ იდგება გვერდით. დასაწყისში ვინც გვერდით დაგვიდგა, ალბათ არასდროს არ დავივიწყებთ და ვეცდებით ყველანაირად, რომ ისეთ დონემდე მივიდეთ, რომ ისეთი სპონსორები ყავდეს, რომ ბავშვები რომ შემოგხედავენ მართლა იფიქრონ, რომ აი რო გავიზრდები, თათქეცო და მონიკა თუ არ გამოვალ, ისეთი მაგალითი ვიყოთ, რომ მოუნდეთ რაღაცა ეგეთი. და ძალიან ბევრი შრომა დაჭირდებათ მაგისთვის და ეს წინასწარ უნდა იცოდნენ. ხო, მაგრამ ჩემი აზრით ეგ სასიამოვნო პროცესია თან. დღის ნაწილია, რაღაცა რუტინის ნაწილია უკვე, რომ აი ხო როგორ დაიწყოს არ უნდა იყოს, სულ გინდა რომ ითამაშო. ჩემი დღე ისე რომ პადელის კორტებზე თუ არ ვთამაშობ, არ შემოვიარო, იმიტომ რომ რაღაცა ოჯახად გადავიქეცით უკვე. ძალიან მიყვარს ეს. მიკუთვნებულობის განცდა, რაც კი ნამდვილად ჩემს აზრითაც მნიშვნელოვანია. მე უბრალოდ აი სულ ვფიქრობ, რომ როგორ უნდა ვქნათ, რომ თქვათ საერთაშორისო წარმატება, რა თქმა უნდა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ცოტა გრძელვადიანი პროცესია და აი ადგილობრივ წარმატებაზე და ადგილობრივ პროცესებზეც იყოს თქვათ ყურადღება და იყოს ჩართულობა გულშემატკივრების მხრიდან. აი ეგ არის ალბათ მგონია კიდე რომ და ეს
არა მარტო თბილისში, არამედ რეგიონებში. დეცენტრალიზაციაზე მინდოდა მე თქვა, რომ მარტო თბილისში თუ ჩავატარებს ტურნირებს, ალბათ სხვა პატარა ქალაქებიდან და რეგიონებიდან ადამიანები დაკარგავენ ინტერესს. კი, კარგია რომ ვუყურებს სტრიმში თამაშს, მაგრამ სხვა ემოცია არის, როცა ადამიანი რომელსაც უყურებ, რომ არ ვიცი ხა რაღაც ძალიან ისე გამოდის, მაგრამ 8 ტურნირი მოიგეს თბილისში, ძალიან მაგრები არიან, დადის ამაზე ამბები რაღაცა, უცებ ქუთაისში არის ტურნირი და მეც მინდა რომ ვნახო, მეც მივალ და ბავშვი რომ ალბათ უფრო მაინტერესებს და უფრო მივალ. ხა და ბევრი ტურნირი თუ ჩატარდება სხვადასხვა ქალაქებში, სადაც ჩვენ დიდი სიამოვნებით წავალთ და ტურნირების მერე დიდი სიამოვნებით, არ ვიცი, მასტერ-კლასებზეც მოვიფიქროთ ეგ მერე კიდე ერთმანეთში. მასტერ-კლასებით ჩავატაროთ, ბავშვებსაც გავაცნოთ სპორტი. ჩვენი გამოცდილება გაუზიაროთ და ალბათ საინტერესო იქნება მათთვისაც. და ისე ახლა სანამ მასტერ-კლასება მივიღოთ, აქედან რა რჩევებს მიცემდით დამწყებ მოთამაშეებს, ბავშვებს და გოგოებს, რომლებიც თამაშობენ, იმიტომ რომ ისე რომ შეხედო კორტებს, დაფიქსირებული მაქვს. 10 ამბობს ხოლმე უფრო მაგას ხშირად, რომ აი 60% გოგოები არიან, მაგრამ ტურნირებზე ვიცით რომ არ აქტიურობენ გოგოები და რა რჩევას მიცემდით იმ გოგოებს, ვინც უკვე თამაშობენ და ვთქვათ არ მონაწილეობენ ტურნირებზე, იმათვისაც არ დაუწყეთ თამაში და ასევე ბავშვებს, რომლებიც აი ფიქრობენ ხوار ვიარო სპორტზე, ამ მშობლებს, რომლებიც ფიქრობენ ხوار ვატარო შვილი სპორტზე. გოგოებს ვურჩევდი მე პირადად რომ ტურნირებში აუცილებლად მიიღონ მონაწილეობა, იმიტომ რომ სხვა არის, როცა მეგობრებს ეთამაშები, სხვა pressure-ს განიცდი, როცა ტურნირზე ხარ. ტურნირზე ვითარდები ალბათ ყველაზე მეტად. და არ ვიცი ვის გაიხარდება მის მოსმენა, მაგრამ როგორც პირველ ნომერს მეც მეშინია ხოლმე სანამ ტურნირზე დავრეგისტრირებ და სანამ ვითამაშებ. თამაშის დროსაც შეიძლება ხანდახან შიში მქონდეს, მაგრამ ალბათ მგონია რომ მაშინ ხარ მაგარი, არ ვიცი, მაშინ ხარ ცოტა ძლიერი, როცა ამ შიშს გადაბიჯებ და იმას მაინც გააკეთებ, რაც გინდა. და ვერ დამაჯერებს ვერავინ, რომ გოგოები აქ რო ძალიან ხშირად თამაშობენ, იმას ტურნირის თამაში არ უნდათ. კი, შეიძლება პირველი წააგო, მეორე წააგო, მაგრამ მანდ ვითარდები. და მე თამამად შემიძლია თქვა, რომ ჩემი ჩოგბურთის კარიერა წაგებებით იყო ძალიან სავსე და ბევრი წაგება მინახავს. და ალბათ მაგან განმავითარა. ტურნირებში მონაწილეობა არის გასაღები იმისთვის, რომ განვითარდნენ. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე ის ფაქტი, რომ ფედერაციამ გააკეთა C კატეგორია, სადაც დამწყებებისთვის არის სპეციალურად თამაშები და შეუძლიათ, რომ არ შეეშინეთ, ანუ იქ არც ჩვენ დავხვდებით, არც B კატეგორიის, ანუ საშუალო მოთამაშეები იქნებიან სრულიად დამწყებები და ეს არის ზუსტად მაგათთვის, განსაკუთრებით გოგოებს, იმიტომ რომ ბიჭები უკვე როგორც ვიცით C კატეგორიაში შეივსნენ ბოლომდე, მაგრამ გოგოებს მაინც ეშინათ და არ იღებენ მონაწილეობას და ერთხელ მაინც უბრალოდ გვენდეთ, მოდით და მე ნახავთ რა მაგარი ემოცია. და ასევე დამწყებ გოგოებს მინდა ურჩიო, რომ ძალიან ბევრი უნდა ითამაშონ რა, აი კვირაში 1 და 2 დღე საკმარისი არ არის. ძალიან ბევრი დრო ჭირდება, რომ დაუთმოთ. ასევე ცუდია, ვისაც ჩოგბურთს გამოცდილება არ აქვს, რომ გონიათ, რომ აი მორჩა, უბრალოდ მეტი დრო დაგჭირდებათ რა. 1 წლის მერე აუცილებლად ძალიან კარგად ითამაშებთ. ახლა 1 და 2 თვეში ეგეთი მარტივი არ არის, რომ ამბობენ, რომ აი მარტივია, მოდი ითამაშე, ეგრე არ ხდება. ხო და აი პრინციპში ეხლა ნახეთ ჩვენ წინა ტურნირზე, რომ ეჯო გახდა ჩემპიონი, ხო? B კატეგორიის რეალურად ამ კორტებზე დაიწყო თამაში, იმიტომ რომ აქვე ცხოვრობს, არც ჩოგბურთის გამოცდილება ქონდა არაფერი, უბრალოდ როგორც ბავშვები ჩადიან ეზოში, ისე ჩამოდიოდა კორტებზე, დაიწყო თამაში და ყველასთვის იყო რაღაც ორმაგად ემოციური ის, რომ ეჯომ მოიგო ტურნირი, იმიტომ რომ მისთვის იყო ძალიან ემოციური და ძალიან გადამდები იყო ეგ ემოცია და საბოლოო ჯამში შეგრძნება ყველას ჰქონდა, რომ ძალიან ბუნებრივი პროცესი იყო. აი ეზოში დაწყებული თამაშით, უცბად რაღაც ჩემპიონი ხდება, რაც ძალიან გამეხარდებოდა თუ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში ბევრი ეგეთი პრეცედენტი იქნებოდა, იმიტომ რომ მგონია, რომ ძალიან ხელს შეუწყობს ზოგადად სპორტის განვითარებას ეგეთი პრეცედენტები სხვადასხვა სპორტში და ნუ მარტო პადელზე არ ვლაპარაკობ. მოდი, ორი სიტყვით ევროპის ჩემპიონატსაც შევეხოთ მადრიდში. თქვენ იყავით პირველი გუნდი, რომ საქართველოს სახელით, რომელიც ასპარეზობდა და გაიმარჯვა და აი კარგი იქნება, რომ რაღაცა გვითხრათ 1-2 სიტყვა მაგასთან დაკავშირებით. ევროპის ჩემპიონატი ჩვენთვის იყო ყველაზე დიდი გამოცდილება არა მარტო ამ სპორტის ზოგადად ცხოვრებაში და მგონია რომ მარტო ჩვენთვის არა ყველასთვის, უბრალოდ ჩვენთვის ძალიან ემოციური იყო ის, რომ პირველებმა ვითამაშეთ, მე პირველებმა მოვიგეთ და ფიქრობ, რომ ძალიან ბევრი განვითარება მოგვიტანა ამან. იმის გარდა რომ თამაშებით ვითარდებოდით, ძალიან ბევრ ადამიანთან მოგვიწია კომუნიკაცია, ვინც გავიცანით, ვისთანაც ეხლა გვაქვს ურთიერთობა, რაღაც ერთმანეთს უზიარებთ ტურნირებზე, გამოცდილებას ან შეიძლება წავიდეთ და მოკლედ მადლობას ვუხდი ისევ
ფედერაციის ყველა წევრს აქედან და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზღვრებს უნდა გავცდეთ და ამაში იმედია სპონსორები დაგვეხმარებიან. ხო, პრინციპში ჩვენი მიზანიც ეს იყო, რომ საქართველოს მოგვენიშნა პადელის საერთაშორისო რუკაზე და ძალიან რთული არის ეს სულ საერთაშორისო ტურნირებზე, თქვათ, სიარული, ამიტომაც ეგ სტრატეგიაც ავირჩიეთ, რომ საერთაშორისო ტურნირები ჩამოვიყვანოთ პირიქით აქეთ, რომ თქვათ, ეგ შესაძლებლობა ადგილობრივ დონეზეც გქონდეს. იგივე რეგიონშიც ძლიერდება ახლა პადელი და ეგ მიმართულებაც მე მგონი ძალიან საინტერესოა, შეგიძლია ერევანში წახვიდე და იქ მიიღო მონაწილეობა, შეგიძლია აზერბაიჯანში წახვიდე, შეგიძლია თურქეთში წახვიდე და იქ მიიღო საერთაშორისო ტურნირზე მონაწილეობა და ესეც ძალიან კარგი შესაძლებლობა არის და ევროპის ჩემპიონატი ნამდვილად ძალიან ემოციური იყო. შემთხვევით დამატებდი რამე ესქეთო. პირველ ქულა წამოვიღეთ ჩვენ და ძალიან ემოციური იყო, იმიტომ რომ დათი ამბობს ხოლმე ხო? ადამიანებიო, რომ გაიხსენებენო პადელსო, რაღაცა თქვენი სახელით ალბათ სულ იქვე იქნებაო რა. ეხა ალბათ ვერ ვიადრებ მაგას, მაგრამ კარგი შეგიძლება. აი, 2 წლის წინანდელ პადელს და დღევანდელ პადელს შორის რა განსხვავებაა და დასასრულისკენ რო წავიდეთ? ძალიან ბევრ რამეში განვითარდით. მეტი ტურნირები ტარდება, არ ვიცი ფედერაციასთან როგორია და მეტი სპონსორები ყავთ თუ არა, მაგრამ ვიცი რომ დაინტერესება არის. ბევრად მეტი ადამიანი დადის საყურებლად, ბევრად მეტი ადამიანი იღებს მონაწილეობას, ბევრი კლუბი დაემატა, კიდე შენდება, ქუთაისში რო შენდება, ეგ ვიცით და კიდე სადღაც ალბათ შენდება. და მგონია რომ ძალიან კარგი დასაწყისი გაგრძელება და მომავალი აქვს. საინტერესო დღევანდელი ქეთო და მონიკა, რას ეტყოდნენ იმ ქეთოს და მონიკას და რას ეტყოდით მე იმ ადამიანებს, ვინც ახლა უნდა აიღოს პირველად ჩოგანი ხელში. ორ სიტყვას ვეტყვი, არ დანებდეთ და ჩვენ თავებს ალბათ ვეტყოდი რომ რას ვეტყოდით ჩვენ თავებს? ყველაფერი წინა. ყველაფერი წინა. პირველად სხვა შეხეს მინდა რომ თქვა სულ პირველად რომ ვითამაშეთ ტურნირი. მაშინ ძალიან დიდი გავლენა იქონია ისევ ფედერაციის ხალხმა, ქეთო ვასაძე მოვიდა მაშინ მახსოვს და აღარ წახვიდე თუ აღარ ასწროსო დარჩითო და ალბათ ეგეთი ადამიანები მაშინ რო არ მოსულყვიან ჩვენთვის რო არ ეთქვათ რომ ეხა არ უნდა გაჩერდეთ, აქ არ ვიქნებოდით. თან ალბათ გავლენა იმასაც ქონდა რომ პირველი ტურნირი წავაგეთ ბიჭებში ვთამაშობდით. მაშინ აი ამ განვითარების გზაზე ისიც იყო რომ რაღაც ეტაპზე გოგოების ტურნირიც ავკე მაშინ პირველი ფედერაციის ტურნირი ხო გამოვტოვეთ, იმიტომ რომ მაშინ არ ვიცოდით პადელის შესახებ არაფერი და თავისთავად ვერ ვითამაშეთ. მერე იყო რაღაც ბიჭების ტურნირი პადელბადეში და იმ ბიჭების ტურნირზე ფინალი წავაგეთ და არ დავნებდით ხო. და მოვინდომეთ ძალიან და რა ვიცი. ჯერჯერობით კარგად მივიდივართ. ბიჭების ტურნირში ფინალში გასვლა არ არის ცუდი შედეგი პირველი ტურნირისთვის ნამდვილად. ხო, მაგრამ ჩვენ მოგება გვიყვარს. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან საინტერესო იყო თქვენთან საუბარი. ბევრი რაღაც მეც არ ვიცოდი, სხვათა შორის და კარგი არის რომ მოვისმინე და გილოცავთ 8 მარტს და იმედი მაქვს რომ შემდეგ 8 მარტს ორჯერ მეტი გოგო ითამაშებს პადელს. ჩვენი სიუჟეტის ყურების მერე.